რადგან ფინალი მოვიდა, თქვენს საყვარელ კრეატორს დარჩენილი 2-დან კრეატორ. ხელი გადაწიო მართლა. ფიქრობ რომ რა თქმა უნდა კაკო ყველაზე დაბალ ქულას დამიწერს, მაგრამ მაგაზეც ვიფიქრე წინასწარ და სამივე 6-იანი დავმალე. უბრალოდ ვერ ამჩნევდი აქამდე და შეამჩნევდი. არა, იდეა ძალიან მომეწონა. ძალიან ბევრი რაღაცის თქმას ვაპირებდი და ჯერ ვერც კი დავიწყე. მიდი ნოლან. შეიძლება თქვენი მენტორი რაღაც მომენტში გაქრეს, მაგრამ ეს ხება ჩდება. ხება ჩდება. აი, რა სიპარსო, პროსტა მაინტერესებს. კანს გაიღიზიანებ ძია ეგრე. მოიცა მე მარინა ბეზე ვიქნები. მიდი გაიქეცი ხათ. ჩემი მოცაკეთებს. შემდეგი დავალება არის, უნდა გამოიყენოთ ადამიანი, ხო, კოლაბორაციაში. ანუ ეს ადამიანი შევარჩიეთ, სპეციალურად არის ყველაზე აქტიური, ისეთ სხარტი, რაღაცა აი კალია. მართლა კალია შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ აი თან ძალიან ცნობილი ადამიანია, ათლეტი, ცნობილი ათლეტი, ცნობილი და თანახმად თქვენთან კოლაბორაციაზე. სალამით ძმებო, მოგესალმებით კრეატორიდან. როგორც ხედავთ, ჩვენი კაკო დაგვიბრუნდა, ერთი პატარა ლექსიც ჰქონდა. სამწუხაროდ ეგ მე განვიხილოთ. ჩვენი ბედნიერება არის თუ არა, შეგვეზღუდა ისევ საუბრის არეალი და დრო. პინგვინს უყარდა ცივი გარემო. აი ხა ვაპირებდი ექსპლოდად და უცებ გამოჩეს. სხვადასხვა მე დავაკვირდი დინამიკას როგორი ბედნიერები იყავით და ვეცდები რომ ჩემი ლაპარაკი შევამცირო, რომ ყველა ერთმანეთს ბედნიერები. მაგას 10 გადაცემა და დღევანდელ ეპიზოდში უკვე ჩვენ დაგვჭა 3 მონაწილე. მათი დავალება იყო გადაიღოთ მოკლემეტრაჟიანი ხატრული ფილმი, ან რაღაცა მსგავსი, რომელსაც ექნებოდა რაღაცა მამოტივირებელი ან შთამაგონებელი იდეა. უბრალოდ კარგი იქნებოდა თუ ეგრე იქნებოდა. მართლაც რომ მენტორი იყო კაკაბა, ხო ესე შეგვიძლია მოგხსენოთ. კი, კაკაბა შეგვიძლია. მაღალი დიდთვიანი ბიჭი როა რა. ლამაზი პირისახ. მენტორი ჩემი აზრით ძალიან მაგარი და საინტერესო ყავდათ, რომელმაც მაგარი რჩევები მისცა წინა ეპიზოდში და ჩვენ უკვე ვნახით მონაწილეების ვიდეოები და საერთოდ არ ეთყობა ამ ვიდეოებს რჩევები გაითვალისწინეთ. ჩაწერამდე საუბრობდით, რომ ცოტა მხატვრული ფილმის შეფასება იუთუბერისგან ცოტა უცნაურია ერთი შეხედვით. თქვენგან, თორე ჩემგან მე ჯერ შორტ ფილმებს ვიღებდი, მერე ვიყავ იუთუბერი. მახარა მე გახდა იუთუბერი, ამიტომ შენ იყავი დღეს ლოკომოტივი. ჩამებით პატარებო. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ, არ გაჩერდეს არხი და ასევე გამოიწერეთ თითოეული მონაწილის ფილმი რას შვება? მოიცადეთ, გავაშვუნე. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ, არ გაჩერდეს YouTube არხი და ასევე გამოიწერეთ ყველა მონაწილის YouTube არხები, რადგან ისინი ვინც უკვე დაგტოვა, აგრძელებენ მაინც YouTuber-ობას, დებენ ვიდეოებს და Google შემატკივროთ და უქომაგოთ. არ გაჩერდეს არხი, იმდენად სწრაფად ვქა, რომ ერია ჩარდის არხი გავიგე და ერია ჩარდი საერთოდ სხვადასხვა ალბათ. პირველი ჩვენი გამოსვლა ეს ველური ექთანი, რომელმაც გადაიღო შავი პანტერასი და ირმის კოლაბორაციით შორტ ფილმი. თუმცა ძალიან დიდ YouTube არხებში ამოგაგდო, ომარ. გადაღებებმა კარგად ჩაიარა, კარგადაა ჩაიარა. გადაღებებმა შედარებით რთულად ჩაიარა. სადღაც მარტო 4 დღე ვიღებდი ვიდეოს, იმიტომ რომ მოვიდოდი გადაღებიდან, დავიწყებდი დამუშავებას, კადრი არ მომეწონებოდა, ვრუნდებოდი უკან და ხელახლა ვიღებდი ვიდეოებს და ეს ცოტა დროში გამეწელა. პლუსის იყო რომ ანუ რაღაცა კადრები მარტო მაქვს გადაღებული, ეგ შტატივის დახმარებით და ნახევარი კადრები ჩემი მეუღლე მეხმარებოდა და მადლობა მაგდას. My name is Omari Kakoshadze. I am come from Georgia. My whole life is sport and my dream is to be UFC champion. When I was a child, my teacher told me that my job was sport and after that I am doing it. And for it I want to come in USA. გამარჯობა. სამ ადამიანამდე მოაღწიე და როგორი განწყობაა? განწყობა ძალიან მაგარი მაქვს, საერთოდ რომ დავიწყე, არც ვფიქრობდი რომ ნახევარფინალამდე მოვიდოდი, მაგრამ ანუ დღეს რო დატოვო პროექტი, შენ რას გონი აკრეფილი გაქვს? რას გონი აკრეფილი მაქვს? სო აბა რა გინდა, ეგ არის ჩვენი გამარჯვება, ბიჭო. შეიძლება არ გესეონოს ეს სიტყვები, მაგრამ სამ კონკრეტულად ამ ვიდეოზე გკითხავთ რაღაცებს, 1-2 წინადადებით შენი აზრი გითხარი ამ განვლილ პროცესთან დაკავშირებით. ანუ ვინ გეზიზღება ჟიურიდან ყველაზე მეტად? ეგ ბევრჯერ აქ ნათქვამი. ეგ იცის ყველა მისედაც. ზიზღით არცეთი არ მეზიზღებით. არა, პირდაპირ, გული მერევა კაკოზე.
მე პრობლემა არა. არა, ანუ აკო შეფასებებს რომ ვნახულობ, მართლა რეალურად აფასებ და ზიზღით რა თქმა უნდა არ შემეციზღები არასდროს. მაგრამ რო გითხრა რა მიყვარხარ ეხლა სიყვარული საერთოდ სხვანაირი არის, გასაგებია. ზოგადად ასიტყვი პროექტზე. პროექტმა ბევრი რამე მომცა, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ამ პროექტში, როგორი ვიდეოები გავაკეთო, როგორი ავაწყო, რომ უფრო მეტ ნახვებზე გავიდეს, თაბნეილზე როგორ ვიმუშაო, თემატიკა როგორ შევარჩიო, თაბნეილი და სათაური როგორ შეურჩიო ერთმანეთს და ცოდნა მივიღე დიდი რა. დღევანდელი ვიდეო როგორ შეიქმნა? დღევანდელი ვიდეო შეიქმნა დიდი წვალებით და დიდი გაჭირვებით. რამდენი ვიშრომეთ. რამდენიმე დღე ვფიქრობდი რა გადამეღო საერთოდ, იმიტომ რომ ბევრი იდეა მომივიდა, მაგრამ ხო და სხვა იდეა მქონდა რამე. კი, ბევრი იდეა მქონდა. აბა რამე ჰორორი ანუ კაკაბას მიწერე, ბოლოს 3 იდეა მიწერე, მეთქი რა ვქნა, რომელი თქო რა. თან რო დავიწყე შორტ ფილმების მოძებნა, ვნახე რომ პლუს მეოთხე კაცი ხომ უნდა იყო, მეოთხე ჟიურიზე ორიენტირებული და ნახვებს დებს ჰორორები რა, ყველაზე მეტად. მქონდა ჰორორების იდეაც, მაგრამ ხალხი არ ყავს, ამ მსახიობები გინდა რომ 1-2 კაცი მაინც გინდა დამატებით ვინ ჩვენთან ერთად ითამაშებს. მქონდა მოფიქრებული რომ 2 ადამიანი გამიტაცებდა ავტოსტოპით მიდიოდა რაღაცა ქალაქში. ტექნიკას პარავდნენ რაღაცა და ხო ანუ ერთი მქონდა მოფიქრებული რომ შიზოფრენია დამემართა და წარმოსახვით ადამიანთან ერთად თამაშობ რომელიც ბოლოს აღმოჩნდა რომ საერთოდ არ არსებობს და მესამე იყო გამისვამდნენ მძიმე დიაგნოზს და ჯერ მექნებოდა დეპრესიის მომენტი და შემდეგ გაუმჯობესება და გადავიღებდი იმათ მაგრამ თემავს კარგავდი რა შენ ამას შეძლებ იქ აღარ გამოჩნდებოდა რა მე მგონი რომ რაც თემები ჩამოთვალე ყველაფერი ახლოს იყო შენთან ამის გარდა რაც გადაიღე რა ხო და ეგ სამივე შევთავაზე კაკავას აქე და რომელი გადავიღოთ კაკაბა ის ხوارი ყურა ეს უეჭველი გადაიღე. просто რჩევა უნდა მოგეცინო. არა, ხო და რჩევა მომცა რომ ეს გადაიღე და ავდექი და ვაფშე სხვა რაღაცა გადავიღე რა. რატო გადაწყვიტე ამ ფორმით გადაღება? დიდი შრომის შედეგად მერაბა მიაღწია წარმატებას და გადავწყვიტე რომ ეს ყოფილიყო ჩემთვის ინსპირაციის წყარო და ამ ვიდეოსთვის ინსპირაცია რა. მერაბს როგორ მოეწონებოდა შენი ვიდეო? მერაბამდე ვერ მიაღწია ვიდეომ და როგორ მოეწონებოდა, ავი. კაი, მოუწოდოთ რომ ხალხო, გეხვეწებით მერაბს ჩაუგდეთ მონაკვეთები და მერაბის აზრიც მოვისმინოთ როგორ მოეწონა. ხო არის რომ კადრს რო იღებ რაღაცას ვიდეოში, არის რომ მაგალითად გავლის კადრი გჭირდება და სპეციალურად რო გაივლი და ვიდეოში რო ჩასვამ. და არის ბუნებრივად რომ მიდიხარ და კადრიც გაქვს რა. ანუ აქ გონია მართლა იმუშავე. მართლა სამუშაო დღეს მიხედი და ეს ვიდეო უბრალოდ გადაიღე. შეპარული სახლი არის, ხო, სადღაც შეიპარა ჩუმად გაულესა ღამე. ანუ მართლა გონია რომ დიდი ხანი მუშაობდი და კადრი ცოტა ხანიანი უბრალოდ. ამას მარტო ხوارიღებდი. ჩემი მეუღლე მიღებდა. ხო და მე მგონია რომ აქ ბევრი ხალხი რო ყოფილიყო, გამორიცხულიყო რომ ეს ერთ დუბლში ჩაწერილიყო რა. აი ერთ-ერთი გამახსენდა უძინეს ამზეში არის ასფალტიც მოვიდა სანამ იტყვის ის მანამდე აკეთებს ზუსტად მაგ მოძრაობას რა მახსოვს ხო მთელი ფილმის გადაღების პერიოდში სულ მახარას გადაბჟირებული სახე მედგა თვალწინ როგორიც იდის ჩემ კადრებზე ეს ფორმატი ისეთია რომ მე მართლა შედარებით უხერხულად ვგრძნობ თავს რომ შევაფასო რა და ამიტომ ვეცდები რომ მაქსიმალურად ზოგადი ვიყო კარგია რომ ის გამოცდილება მიიღეთ მაგრამ იუთუბერული ვიდეო არ არის ტიპიური ფილმის კეთება და შესაბამისად ვერ მოგთხოვ რომ ინტრო რატო არ გააკეთე რატო არ დამაინტერესე რატო არ წამიყვა და შემდეგ და თავისი ხასიათი აქვს რა და მეც ამიტომ ვეცდები რომ შედარებით უფრო ზოგადი ვიყო და ვფიქრობდი როგორ შემეფასებინა ეს ვიდეო და მექნება ორი კრიტერიუმი მარტო აქამდე როგორ აღვიქვამდი მთელ პროცესს ნებისმიერ მონაწილესთან ურთიერთობაში და რა დამიტოვა ფილმმა ან რა მომცა ან რამდენად როგორც მაყურებელმა რამდენად ვიკაიფე ამ ფილმით რა ჩემთვის ეს ფილმი მიუხედავად იმისა რომ მესმის აბსოლუტურად და შენ არანაირი სკილი არ გაქვს ფილმების გადაღების არც სამსახიობო უნარი არც ადამიანები არ ყავს და ასე შემდეგ იყო ძალიან დაბალი ხარისხის დაახლოებით ისეთის როგორიც ბატონი ერმალო მაღარაზე იღებდა ხოლმე ოდესღაც რა ეგეთი ან ცოტა კომიკური ვაიბიც წამოიყო ჩემთვის რა მაგრამ იმის ფონზე რომ არ ვარ რა ფილმის ოსტატი ვერ გეტყვი რატო გააკეთე შეიძლება ეგ იყო შენი ჩანაფიქრი და შეიძლება ეგ გინდო და მოეხსნა ის რაც გინდო და ჩანაფიქრი რომ მოტივაცია მოეცა აი ხა ომარის ფილმი ნახე ეხა წავალ და არ გავჩერდები ეგ არანაირად არ წამომღია ჩემთან ანუ ეგრე უყურებ რა ნაპერწკალი მომცა მე რა და ჩემთვის ძალიან დაბალი ნაპერწკალი იყო შესაბამისად თამს და ინტროს და არაფერს არ შევაფასებ მაგრამ ზოგადად ყველასთან ეგრე ვიქნები რომ რა მომცა ფილმმა ეგ თემაც ჰქონდა მოფიქრებული რომ ვითომ ფანი გადამეყო რა ხან ხალხი ეგრე მიმეჩვია რომ მე რაც არ უნდა საშინელება გადავიღო მაინც ეცინება ხალხს ხო ეგ გათავისებული გაქვს ეგ ამ პროექტში გავითავისე რა აქამდე არ ქონდა ეგრე და ანუ რეალურად ვაკეთებ
ხო, რაც მინდა იმას ვაკეთებ და გამოდის ფანი, სასაცილო გამოდის რა. აი, შეიძლება მე ახლა აქ რო დამედგა რაღაცა სახუმარო მომენტები და ისინი არ იქნებოდა ის სასაცილო. ხო და ეგ ძალიან კაია თუ გათავისებული გაქვს მართლა. ეგ თუ გაითავისებ. ეგ მივხვდი კი. მაგით შეგვიძლია შენ ძალიან ბევრი იშოვო მართლა რა. უნდა გაითავისებო შენ რაც ხარ, ეგ უნდა იყო და მაგას თუ ითავისებ, კარგად შეიძლება შეატრიალო შენ სასარგებლოდ. ეგ ბუნებრივად თუ გაქვს, ანუ არაფრის ვიღაცებს უწევთ მაგით თამაში, შოუების დადგმა, სცენარის წერა, ეგ შენ ბუნებრივად გაქვს ეგ რა და ეგ თუ გათავისებული გაქვს, მე ძალიან გამიხარდა და მე მგონია რომ საშინელებათა ფილმი უნდა გადაგიღო, იმიტომ რომ აი, რავი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ეხლა მახარაძეს ლაპარაკობდა, ხო? ანუ მახარა არის ძალიან ერუდირებული, ჭკვიანი, სულის პეტაკი, სიკეთის განსახიერება ადამიანი, მაგრამ ვიდეოში რომ დაждდება ხამ ფულზე ლაპარაკობს, რომ ფული უყვარს ყველაზე მეტად ხან რაღაცა, მაგრამ მის შინაგან მისწრაფებებს აუდიტორია მაინც ყოველთვის ხედავს და არ ისპექტებს. ხო და ეგ გააგზელე. აღარ გავაგზავნე. ხო და ეგ მაცადე ლაპარაკი. ეგ არის ძალიან მაგარი რაღაცა, რომ დაამუღამებ. შენ როგორ საქციელი ასწორებს ვიდეოში, ისე რომ შენც მოგწონს კონტენტი და აუდიტორიასაც და თან მაგის კეთება, რომ ბუნებრივად გიწევს და ხელოვნური არის და ოღონდ თან მნიშვნელოვანია, რომ მაგას ზუსტად აცნობიერებდე რა პროცესი მიმდინარეობს რა. ხო, მაგრამ ზედმეტად გასნობიერებამ პირიქით შეიძლება გააფუჭოს ეგ როლი. და მე მგონი ხო და მან ბალანსი ხო, არა, დაცვა. იშვალედი უნდა დაიჭირო, რომ ზედმეტად არ მოგივიდეს. ხო და ეგ ბუნებრივობა და მაგ შვალედის დაცვა ჩემი აზრით შენ უკვე დაამუღამი. ქულები დავწეროთ, მოდი რა. უცებ გასაშვები უცებ გაუშვოთ. ფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, კაკო ყველაზე დაბალ ქულას დამიწერს, მაგრამ მაგაზეც ვიფიქრე წინასწარ და სამივე 6-იანი დავმალე. რაღაცას ისამს. აზევით დაწერს ან სხვათა შორის ისე რა მაგარი რაღაცა გავაკეთე. იცი, UFC-ს კადრები გამოვიყერე და კოპირაიტი არ დამედო. დაელოდე. რა და ამდენი ხანი უნდა დაველოდო, აი ეგ აღარ გარისკო. დაელოდე. ბიჭო, ისეთი კადრია გამოყენებული, რომ მერაბა რო იყო დღეს მივხვდი მაგას და რა ვიცის ალბათ ვერ ხვდება ჯერ სანამ ვინმე არ ეტყვის. შენ იცი მერაბი რომ თავის არხზე ვერდებს თავის შუბებს? მე ომარის ახსე დადო აწი შეუძლია რომ აგერა ომარამ გააპარა. მე დავდებ და გადაასია. გამიგზავნე მე რა ერთი ფილმი შევაკეთოთ ერთი ახლა. დანავაითი თუნე ფილმის გიშტაგა. ფორმატს თუ ვიცი. ეხლა ომარი ბაგი იყო. დანავაითი ნინა ქართველი კი არა და ისა ნინა დრამა ვიღაცები ზიან და გიჟათ არიან რომ რანაირად ეს არხი ანუ იქ ხო ფულს შეულობენ მაგითი რაღაც. მერავთან დაკავშირებას ვეცადე, თავიდან მივწერე თვითონ მერავს, რა თქმა უნდა არ უპასუხია, მთელი ჩემი სანათესა უწერდა და არც იმად არ უპასუხა და მე ავდექი ინსტაგრამზე და სულ პირველი პოსტებიდან დავიწყე კომენტარის დადება და ბოლოს ინსტაგრამმა კომენტარი შემიზღუდა მე ხარ დაწერა. ვიცი რა პროექტი რა დათარდება, მე დახავს მერავი ამ ვიდეოს და მე უკვე აზრი აღარ ექნება, მაგრამ მაინც რა ვიცი, გოდია მოგეწონება, როცა ნახო. გთხოვ რომ პერსონალურად არ მიიღო ჩემი შეფასება, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ობიექტური. კაკომ ხალხი შეაფასა ეხა. დაწერე? აბას 6-იანი არ დაჭირდა გაგოს. მადლობა ომარ, ყველაფერი იმედია კარგად იქნება რა. აი მადლობა ყველას. მე 10-დან ვაფასებ. რახან 3 მონაწილეა დარჩენილი, 10-იანი ამოვიღე და 9-8-7 დავტოვე რა, სად არის? 9-8-7 დავტოვე. და აქედან 9-8-7 რო დავტოვე, თითოს ვაჩუქებ. რა, ომარს ვაჩუქებ ვიანი. მე შემეძლო 5-იანი დამეწერა, მაგრამ კაკო ხო არა ვარ. ხო. ჩამოვიდე იქიდან გამწარებული, რა გაამწარეს ეგეთი. მე ეთქელოდები რომ გაიხარეთ მომ. აი ვიხმობთ ზუკას. სალამი ზუკა, როგორ ახარ? აი ეს ჩვენს იჩი. იდეა და სხვათა შორის ჩემ და გასაკვირად სახში რომ მივედი, ძალიან ბევრი განსხვავებული იდეა მომივიდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ავირჩიეთ, მეორე დღეს იდეა მქონდა. აღმოაჩინა რომ სამსახიობო ნიჭი საერთოდ არ მქონია და მანამ ჟიურისგან მომხდება აგერ მე თვითონ ვიძახი რომ დასახვეწა მაქვს. აი ხა ვეძებდი რომელია მეთქი ახალი ვიდეო და მივხვდი პროსტა ნუმერაციით პირველი რო იქნებოდა. თორე ამ თამბნეილზე საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდებოდი. 2000 ლარიდან რატო არ გამოყავი წილი თამბნეილისთვის? ზოგადად წილი არც ერთ ვიდეოში არ გამომიყვეთ, ამ სულ ჩემით ვაკეთებ. ესე იგი უკან ჯიბეს ჩაიდე ის. არა, შემდეგი ვიდეოები. შემდეგი შეიძლება აღარ იყოს. ცალკე ჩემი ხო იქნება. ანუ ეს გათავისებული გაქვს. რამდენიმე წინადადებით შენი განვითარება ამ პროექტში შეაფასო და თან ამ ვიდეოს იდეა როგორ დაიბადა, ეგეც ვითხარი ბარა. განვითარებით ძალიან განვითარდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკა მივიღე, დაახლოებით 5-6 ვიდეო იყო, ხო?
გადავიღეთ. ბევრი რამე ვისწავლე, მაგრამ ყველაზე მეტი ამ ფილმის გადაღების დროს ვისწავლე, ანუ პირველად გამოვიყენე ლუტები, ლოგში გადავიღე კამერასთან კომუნიკაციამ და ასე შემდეგ რა, ის რაღაცა სინემატიკური კადრები მომეწონა სხვათა შორის და დიდი ალბათობით გავაგრძელებ ამ ფორმატს, ნუ რაღაც პლეილისტად მაინც დავტოვებ. საერთო ჯამში ძალიან დიდი წინსვლა მაქვს და მიხარია და მადლობელი ვარ. და აქამდე რატო არ იყენებდი ლუთებს? აქამდე ტელეფონით ვიღებდი და ტელეფონში ადგილი არ მქონდა რომ ლოგში გადამეღო. ამ ვიდეოში შენ გადაღების ხარისხი, რაღაცა კადრები ლიფტში როგორ იღებდი? და შენი ტანი ყველაფერი მოგწონს. საკეში როგორ იღებ? ანუ ისეთი კადრები გაქვს, რომ აი რაღაც პროფესიონალიზმი იგრძნობა და ეს ვინმე დაიხმარი ამაში თუ შენ კი, მეგობრები დავიხმარე, ჩემი 4 მეგობარი, ბოლოშიც სახელები მიწერილი მაქვს. იმიტომ რომ აქამდე ეს ხარისხი არ გქონია და ეს მეგობრები ეხა გაიჩინე თუ მანამდეც ყავდა? არა, მანამდეც ყავდა. ისე ხო არ გაიჩინე ერთჯერა და წინა შემონახული ფულით. მასე არა, მანამდეც ყავდა ეს მეგობრები, უბრალოდ რახან ფილმი იყო გადასაღები, ვფიქრე რომ კამერით თავიდან ბოლომდე რომ ემუშავა, უკეთესი იქნებოდა და თავიდან კი დავიწყე. სონის კამერით იმუშავე? ლუმიქსი. ლუმიქსი? ერთი დიდი მინუსი მაგის გამო. მოდი მე გეტყვი რა მომეწონა ვიდეოში. შენ საინტერესო ტიპი ხარ ზოგადად ეს? ძალიან ბევრი შენი ტიტული კადრია, ეგ მინდა აღვნიშნო. აი, რა სიპარსავ, პროსტა მაინტერესებს. კანს გაიღიზიანებს ძია ეგრე. მეტი მე არ მომდის წერი. ფილმს უხდები ესე რომ ვთქვათ ვიზუალურად. ეს კადრები ლიფტში როგორც იყო, ძალიან რაღაცნაირი, აი ბექგრაუნდ მუსიკა ძალიან გემოვნებიანად იყო. პირდაპირ რო გითხრა, მე შენი ვიდეო მომეწონა ამ ტურში ყველაზე მეტად. აქ როგორი შენი თავის წარმოაჩინა, ესეთი მანამდე არ ყოფილიყარ არასდროს. ამ პროექტის პარგლებში ყოველ შემთხვევაში და ბევრი პატარ-პატარა ნიუანსი იყო. თვითონ ტექნიკურად გულისხმობ რა და ესე ყურისთვის მოსასმენად და თვალისთვის დასანახად. მაგას ვიძახი რომ ამ ვიდეოში ყველაზე მეტი ვისწავლე თქვენ. და რაც შეეხება იდეებიც რო შევაფასოთ, თვითონ იდეა, რომ ეწევი სახლში და თუ კომპიუტერულ თამაშობ, შეიძლება დაკარგო ცხოვრების საინტერესო პერსპექტივით განვითარების საშუალება? იდეა ნორმალურია ჩემი აზრით. Dota 1-ის კადრი რატო იყო? გეიმინგი გვინდა და რამე ჩაგვერთო და უბრალოდ პირველი YouTube-ზე რაც შეხვდა, ანუ ესე თამაშისთვის. Dota იყო, არ ვიცი რა დათამაში არ. Dota 1-ში მაქვს გატარებული 10000 საათი. და ის პირველი ვიდეოს ნაწილი ჩემზე იყო ფაქტობრივად. აბა მხედველობა რატო დაგაკლდა? დედა ჩემი მეუბნებოდა რომ კომპიუტერთან იმდენი ხანი ზიხარო აუცილებლად დაგაკლებოდა და მე ჯანმრთელი გაგაჩინებოდა. მაგ სათვალეებზე მე მგონია რომ უნდა მივხვდეთ რომ შენ დაგაკლდა იდა მხედველობა. მე შეცუც აღარაფერს გავიტო. წიაზე რომ გითხარი რაღაცა უბრალოდ კითხვა დავსი. რაღაც ისეთი რეზონანსული კითხვა იყო და ამიტომ აღარაფერს გეკითხებ. ისე სხვა როგორ ახარ? აი კარგი იყო. კარგად გამოვიდა წინაზე. არაფერი აკვალო მართლა ჩუმოთარი ისე უხეხულთავარ ეხლა. კარგი, მე საქებარი რაღაცეები თქვა მინდოდა ძირითადად და მეც ხვდები რომ ბევრი რაღაცა ისწავლე ამ ვიდეოს გადაღებიდან. კაშე რო გაითვალისწინე. თუმცა ჯერ არა, ჯერ მე ვიტყვე თუმცა მე შენ დაუშვი. დაიწყე. კაშეები რო გაითვალისწინე ძალიან მომწონს. კინო კადრები არის, მაგრამ იდეა არ მომწონს. ჩემთვის არის აი როგორი დეცი რომ დაიწყო თქვი რომ ეს უეჭველი გაიღვიძებს მე. ამ მომენტში რამდენჯერმე გადმოვახვიე და დავაკვირდი რომ უცებ კადრი ფერებს იძენს. დასხმის მომენტში დავაკვირდი ხა? ფერებს იძენს. აი ნახე? ფილტრდება. კინო კადრები არის, ყველაფერი გათვალის კაშეც ძალიან მოუხდა. ვაფშე ყველამ გაითვალისწინეთ ეგ რომ კაშე დაადეთ და ერთ-ერთი მაგან მისცა ფილმის ეფექტი. კაშე არის აი ზევით რო შავები აქვს, ნახე ეს full frame უნდა იყოს. ეხლა კიდე გაიდებული აი აქ რა ნახე. მივხვდი. და vibes გიქრის კინოსი. 9-16-ზე არ არის ხა ის ხო? არა, კარგად არის რა რაღაცები. просто აი ამ გოგოს სახისფერი და შენი კანისფერი ერთმანეთს ემთხვევა და აქ უცებ იცვლება. ეგ იმიტომ რომ მანდ მე მგონი ოსმოცი გადავიღეთ შიგნიდან. ნახე, აი ხართ მოწამლული რაღაცა მოგწამლათ. ახალ წლებზე ეგეთი ფერი აქვს და აქ უცებ გამოходит მდგომარეობაში. იდეა არ მომეწონა რა. მე ვიძახდი რომ ნუ აი ხარისხზე არცეც არ შევაფასებ მეთქი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის short film-ში რაღაცები განსაზღვრო. კარგად არის ყველაფერი გადაღებული, მაგრამ იდეა ხო გეუბნები. როგორც კი მოწევის კადრები და ის დავინახე მეთქი, ეს უეჭველი გაიღვიძებს. ეხლა სიკეთე რო დაიწყება და იმდენად გამოცნობილი იყო სცენარი რომ მართლაც გაიღვიძა. აქ აი ეს ინგლისურად რატო ამოდის შემდეგი დღე და რაღაცები ვერ ვიგებ საქართველოში ვართ, მაგრამ შენ ამას შეიძლება აქ რო იყოს რაღაც მიღწევა მესმის პროსტა გადააგდო. უკვე ბოლოში. ცუდი ჩვევა გადააგდო ტიპმა და შენ ამას შეიძლება არ უხდება. შენ ამას შეიძლება არის რაღაც მწერვალისკენ აღწევა და ეს არის უბრალოდ ადამიანი გახდა ტიპი რა, ჩვეულებრივი. ანუ ნახე, შენ ამას შეიძლება უსაზღვრა შეიძლება ხა თქვენ განიხილავთ ისე რომ ადამიანი იყო ნული და სადღაც ავიდა, მაგრამ ასევე სიტუაციები მინუსში რო ხარ და ნულამდე ადიხარ. შენ ხა აპარავებ ძმაო და ჩემი აზრით ეხლა სუბიექტური ვარ, რადგან მომეწონა და თქვენ უფრო მეტად გააკრიტიკეთ. იმიტომ რომ კრიტიკასაც იმსახურებთ. ჩვენ ვალებით გვაქვს მეგობარო, ის 2000 ლარი. აქ მე ვერ დავინახე 2000 ლარის დახარჯვა რა. სად არ გამოიყენე. შეგიძლია ჩამოგვიჩვენოთ ხო რაში დახარჯე? როგორ გაგვაცურაკეთ წინა ტურში? იქიდან აბა რაში დაიხარჯა?
განათლებები და სტატიები ვიყიდე. და გამომაგდეთ ახლა აქედან. განათლებები და სტატიები ვიყიდე პირველი, იყიდე? კი. რატო არ იქირავე? სხვადასხვა სხვა დამჭირდება. აპირებს გაგრძელებას. დანარჩენი აი დეითებზე ძირითადად რა. რა დეითები? აი მაგალითად ბოულინგის კადრი, ტირის კადრი, სოსკაღი და მარტო 17 იო გავუხი აფერი მოიტანეთ რა და მოიტანა ორი წელი. ყველაზე უაზრო დახარჯული 17 ლარი გინახავთ, აი არც ბავშვი ყავს, არც სიტუაცია არ ფეხდება და პროსტა გადასაღებად ინდაურში არის ხდიდი 250 ლარს. მე ისვისთვის მინდოდა მე და კაკ ხარიხს იმიტომ ვეძებდი. ასევე ვინჩესტერი მაგ საყიდელი, მაგისთვისაც გადადებული მაგ გარე ვინჩესტერი რომ. თბილები არა გაქვს ზამთრისთვის თბილები. მაცვია. თბილეთა. რავი. ანუ YouTube-ს ხმარდა. დამატების როდის? მაგას ვიძახი 6 აპრილს. 6 იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ვერ გაავს, მანდამდე ვერ გასწევს ეგ ფული. ლამაზი კადრები გაქვს გამოყენებული, არ ვიცი, ვისი ხედვა იყო, მაგრამ შენ ოპერატორს დიდი რესპექტი ვინც გიღებდა, იმიტომ რომ ის ბიჭი ნამდვილად ნიჭერია მაგაში. იმიტომ რომ ძალიან კაი კადრებია რა. დიდი ალბათობით ქორწლებს იღებს ხოლმე? არა? ეს გამოუცემ ადამიანმა გადაიღო? არა. უყვარს თავის საქმე ძალიან. ტელევიზიაში მუშაობს. ნორმალური გადაღებულია, რო გითხრა რაღაც სულის სიგიჟე. არაფერი განსაკუთრებული. კაკო ფას. ზუკა მე შენ ძალიან მომწონ ხარ, კარგი ბიჭი ხარ, მართლა. ძალიან ბევრს შრომობ და ძალიან მონდომებულად უდგები YouTube-ს და ზოგადად ჩემთვის ჩემი მხრიდან ძალიან უსამართლო იქნება მხოლოდ ფილმის ფორმატით რო შევაფასო. თუ ფილმზე ვიტყვით, უსამართლობა იქნება რომ შენ თუნდაც ომარზე ნაკლები ქულა დაგიწერო, იმიტომ რომ კადრების ხარისხით და რაღაცა სიუჟეტით ბევრად უფრო საინტერესო იყო ჩემთვის და მე მხოლოდ ეგრე ვადარებ. ანუ თამს არ უყურებ, არ ინტროს არ უყურებ, რა დამიტოვა, რამდენად ოდნავ უკეთესია, ნაკლებად უკეთესი იყო. ეგ არის ჩემი თავის შეფასების კრიტერიუმი, იმიტომ რომ ფილმებში ისე კიდე ერთხელ მომო რომ არიფი ვარ და არ ვიცი როგორ აღწერო რა. შეგრძნების დონეზე იდეა რაც გადაიღე, ოდნავ ჩემთვის ვულგარული იყო, ანუ რაღაცა აფსა ვულგარულის ხაზისკენ გაიარა, თუმცა კიდე ერთხელ ამბობ შესრულება კარგი იყო. რა შეეხება ზოგადად განვითარებას რო შევხედო პროექტში, მე მგონია რომ როგორც არ უნდა თქვა, შენ მნიშვნელოვანი პროგრესი არ განგიცდია და ვერ ვიტყოდი რომ ისე ვეძებ, იმიტომ რომ მე დაწესებული მქონდა, ანუ ეს პროექტი რომ დავიწყე ჯერ მარტო 3 YouTube ვიდეო მქონდა გადაღებული და ისე ასე ვთქვათ, აი რა მომწონს, რა მსიამოვნებს, მაგას ვეძებ და ამ პროექტშიც გავტესტე რაღაცეები. ხო, ტექნიკური ხარისხი ასე თუ ისე მანამდე ჰქონდა, ისე არ არის რომ ნახტომი რაღაც storytelling-ის დახვეწა რაღაც ეგეთი არ არის. ფილმში კაია რომ შენი თავით სადიდან დააკვირდი ამ პროცესს, მაგრამ აი რადგანაც ფინანსისკენ მივედით, ვთვლობ რომ შევაფასო ადამიანების განლიგზა და აი პირველად რომ მოვიდნენ როგორ ფიქრობ და რას იღებდა და ეხა რას იღებდა და მაგის მიხედვითაც დავიხმარო განსაზღვრაში ვინ იმსახურებს ფინალში გადასვლას რა. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ რაღაც კონკრეტულ ქულაზე ჩამოყალიბდი და შემიძლია რომ ავწიო უკვე ეს ქულა. იქ რა ეწერა? გიშთა. მაგრამ დაწერა. ამან რა დაწერა რო გითხრა? 6. როგორც კაი ხასი ეძია ეს. თელი კომენტარებიც ჩემზე რო გადმოდის მაგაზე მეც. ძალიან ცუდია. სინამდვილეში ხალხო არ არის ეგრე რო იცოდე. წინა ტურში მარგველას სხვებთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა მე დაუწერე და ამ ორმა ვაჟბატონმა ყველას 8 ქულები დაუწერეს. მე სხვებს მარგველა ამჯობინე და ისე გამოვიდა რომ მე გავწირე მარგველა. თქვენ გაწირეთ მარგველა და ამათვაც. შეგახსენებთ რომ ჩვენი ქულების გარდა არსებობს მეოთხე ხალხის ხმა. ხალხის ხმა არის თქვენი და აკუმულირებულია ნახვების და ლაიქების რაოდენობით, რომელიც მათემატიკური ფორმულით ჯამდება და თქვენი ხმა იძენს ქულას, რომელიც ბოლოს გვეცოდინება რა დაუწერეთ ხალხს. კი არა და ხალხმა მონაწილეებს. ჩემი წინა ვიდეოს შემდეგ, ჩემი სტარტაპი სხვათა შორის მაშინ მეცალა ვიდეოებს ვდებდი რეკლამებზე და ასე თუ ისე მოიხოდა ეს საყვარლობა. მაგრამ მე ამ ფილმის გადაღების დროს უკვე აღარ მქონდა იმის რომ იქ რეკლამები და რაღაცები გადაგვეღო და ცოტა შენელდა, მაგრამ აი ხა ამის მერე პროექტის შემდეგ გავაგრძელებთ ისევ კარგად. მეგობრებო, ეს არის ჩემი სტარტაპი, ჩემი და ჩემი მეგობრის. არის ბრელოკი, რომელშიც შეშენებულია ჩიპი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერ სახის ინფორმაცია, მაგალითად, აქ მაქვს ჩაწერილი Instagram-ი და ესე. დაადებ, ამოვაგდებს notifications და გადაყავხარ მაგალითად ჩემს Instagram-ს. თაგვი ქვია, თაგვი ქართულადაც და ინგლისურადაც. შემდეგი გამოსვლელი არის ვერიკოი, ვითომ ჭკვიანური ვიდეოთი. გამარჯობა. სალამი. ველოსიპედის გარშე ვიდეო ჩაწერა იყო უცნაური, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები მარტო ველოსიპედს ეხება და სულ ესეო რაღაც სალიხებით, საჩემჩემ სალიხებით მობილური ან კამერა და რთული იყო ეგ ნაწილი. ეს ვერიკოა. მისი ყოველდღიურობა ნაცრისფერი და უცვლელია. დილით ადგომის შემდეგ მეტროთის სამსახურში მიდის. გზად კი ვერაფერს ამჩნევს, რადგან მობილურში თავჩაგრული მეუყვება თავის
ერთის შეხედვით მოსაწყენ გზას. შენთანაც იგივე კითხვით დავიწყოთ. როგორ შეაფასებ შენი თავის განვითარებას ამ პროექტში დღევანდელ ვიდეომდე და თან დღევანდელი ვიდეოს იდეის ჩამოყალიბებაზეც ვითხარი. მანამდე ვიდეოებს რა ვიღებდი, ბევრად სხვანაირად ვაწყობდი სტრუქტურას რა მთლიანად. ვოისოვერები სხვანაირად მქონდა და ხშირ შემთხვევაში არ მქონდა, კადრებიც უფრო პირდაპირ მიყვებოდა ხოლმე ამბავი, ანუ არ იყო რაღაცა დაალაგებული და სტრუქტურირებული. ეხლა ბევრად სტრუქტურირებულად ვაკეთებ, იმიტომ რომ პროექტის ფარგლებში ორი ვიდეო მაქვს გადაღებული, დადებული და უფრო სხვანაირად მაქვს გაკეთებული რა, ანუ არ არის რაღაცა პირდაპირ მიყვება ამბავს. და რაც შეეხება ამ ვიდეოს, ბევრი ვიფიქრე და არ მინდოდა გამეკეთებინა ძალიან მარტივ იდეაზე, რომ რაღაცა მივდივარ, რაღაც ფაზე ავედი, მივაღწევ არა მაგარი ვარ და რაღაც ეგეთი. უფრო მინდოდა ირიბად მეთქვა, უფრო მასშტაბური რაღაცა. ეს ღირი არის ჩემი მოსწავლის და მეგობრის. ახლა უნდა მეკითხა ვისია ნამდვილად ეს კი, ნამდვილად არსებობს ესეთი ღირი და მეც დავიწყე აბ. ძალიან სქელია. კი, ძალიან. მაგ ღირის მიზანი ზოგადად არის, რომ გარშემო რაღაცები შეამჩნიო და აღბეჭდო რა. ჯანკ დაიერი ქვია მაგ მიმართულებას, მაგრამ ჯანკ დაიერი უფრო სხვა რაღაც არის. შემოაწილეს ქონდა ეგეთი ვიდეო, დანიელს ქონდა მაშინაც რომ გარემო შეამჩნია და მაგის გამო გავუშვით გასა. ანუ იდეა ისაა, რომ ისედაც რაღაცები ხდება ჩვენ უგლებ, თავარია უბრალოდ სწორად დავაკვირდეთ, ხო? პირდაპირ ეს ვიდეოს რომ უყურო, შეიძლება აზრი ვერ გამოვიტანო. თუ არ დაინახე ის პატარა ელემენტები, რაც მქონდა ჩასმული. ანუ ერთ-ერთი იყო რა თქვა ვიდეოში, აი ხო ვსად რა გვერდების არის, მარტო მაგურ გვერდს ვაკეთებდი 1-4 საათი მგონი. სადაც იყო წარწერები რაღაცა გაბედე, რაღაცა სადე და რაღაცეები. შემდეგი ერთ-ერთი იყო პატარა პრინცის მონაკვეთი მქონდა ჩასმული. აქ იყო ბობ დილანის სიმღერა. თითოეული ეს ემსახურება იმას, რომ გარშემო არის რაღაცეები, რასაც ვერ ხედავთ, მაგრამ თუ შევამჩნევთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ანუ ეგ იყო მიზანი. მოდი მე გეტყვი მე როგორ გავიგე და შენი ჩანაფიქრის თუ ეგ იყო, აბა თუ დაემთხვა საინტერესოა. თავიდან შენ როგორც თქვი, ზუსტად ეგ დავემართა პირველად რომ ნახე ვერ მივხვდი საერთოდ. შემდეგ წავიკითხე კომენტარები და იმდენი საქებარი კომენტარი იყო, რომ მივხვდი რომ ჩემში იყო პრობლემა. და კიდე უყურე. კომენტარები სხვა შორის ყველა საქებარი აქვს რა. იმიტომ რომ თავის ხრივაც ეს ადამიანები რაღაცნაირად ფანები გახდნენ ამ ადამიანების და ძირითადად ამხნევებენ. ან ზოგადად უწერენ ძალიან მინიმალური კრიტიკა შეიძლება დაინახო, მაგრამ მხოლოდ მაგით ვერ იმჩელებ რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს კომუნიტია რომელიც გაძლიერებს რა. მეგონა რომ ამის მერე უნდა წახვიდე ამ პროექტთან. ვერიკო, შენ ჩემთვის უკვე გამარჯვებული ხარ. ჰაიკერ თამუნაოდეს უმადლოდე დღეს შენ პროექტს დატოვებ, იმიტომ რომ შენ თამუნასთვის უკვე გამარჯვებული ხარ. არა, შენ შეგიძლია ჩათვალო რომ შენ თავში შენ გამარჯვებული ხარ. უბრალოდ ვერ ამჩნევდი აქამდე და შეამჩნევ. არა, იდეა ძალიან მომეწონს. მე თავიდანვე რო 9 ძალიან ბევრი რაღაც თავს ვაპირებდი და ჯერ ვერც კი დავიწყე. მიდი ნოლან, მიდი. ანუ YouTube-ზე ვინც დიდ დროს ვატარებთ ვიდეოების ყურებაში. კომენტარების კითხვაც ამ ყველაფრის თანხმლები ნაწილია, ხო, აუცილებლად. კომენტარებში მინდოდა მენახა ისეთი რაღაცეები, რაც მე ხო არ გამომეპარა, ანუ მარტო საქებარს არ გულისხმობდი რა. და ბობ დილანის ის არ გამოგეპარა? ეგ გამომეპარა. მეც. იცი რა, საბოლოო ჯამში კიდე რო უყურე, ესეთი განცდა დამიტოვა, რომ ადამიანი რომელიც რაღაცა რუტინაშია ჩამული, პატარა რაღაცის ცვლილებამაც კი შეიძლება სამყაროს საინტერესოებაზე დააფიქროს და ჩიტი სახლის გაკეთებაც მაგის ნაწილია. თითქოს ეს ვიდეო გავდა რაღაცა ციტატას, რომელიც ძალიან მოკლეა და ბევრს არაფერს გეუბნება, მაგრამ ფანტაზიას ამდენს გაგიშვებს და როგორი მაინდსეტიც გაქვს მაგას მოერგება, მაგ მხრივ განავითარებ. ხო და ეს რო გავაანალიზებ, მე უფრო პატივისცემა გამიშთა შენი ვიდეოს. ხო, ეგ მქონდა ვიღაც ელენიკო ფოქსი უწერს, ეგეთი დღიური გაზეთგილი სტუდენტობის დროინდელი დღიური მაქვს თუ ეხაცო. ყველაზე ცუდი კომენტარი ეს არის მე. დანარჩენს არ ვიცი რა შევაფასო, იმიტომ რომ შენ როგორი ტიპიც ხარ, ვიდეოც ეგეთი იყო, რაღაცა საყვალობა ვიდეო გამოვიდა საბოლოო ჯამში. ეჭვი მქონდა რომ ბევრი ადამიანი ვერ გაიგებდა აზრს, მაგრამ მაინც გავრისკე. იმიტომ რომ ეგ ძალიან ცუდი არის, ეგ ეჭვი რო გაქვს, ესე იგი შენ თავში გეპარება ეჭვი, ხალხში კი არა, რომ ისეც ვერ გააკეთებ, რომ ხალხმა გაიგოს. მაგრამ ბობ დილანს ვიღაცა შეიძლება არ უსმენდეს და არ იცოდეს ეგ მუსიკა და ამიტომ სხვა დანარჩენს ხო აკეთებს და უსმენს. მარტო ბობ დილანი ხო არ იყო ეგ. მაგებს მიხვდები. თავარი ჰინტი აქვს, ყოველას ვერ ჩიტის მიხვდები. ბუდე ჩემთვის რა. ხო, შენთვის ეგ იყო. მაგიტომ იყო ბევრი რაღაც პატარა ჩიტის ბუდე იმდენად იზი რაღაცა არის, რომ იმდენად ჩემ გონებაში მიცა ფართო რაღაცებს გაშლის საშუალება, რომ შენ შეიძლება არც გეფიქრა, მე რაც ვიფიქრე იმ კლიპში. მე რაღაცები რაც ვიფიქრე მაგ კლიპით, შენ დარწმუნებული ვარ, იმას ვერც გაივლებ, იმიტომ რომ სხვა მიზანი გქონდა. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად მისცა საშუალება, რომ თავისი გონება გაეხსნა და ეფიქრა, ეგ ყოველთვის კარგი სცენარია ხომ, რომ შენ კი დავალებას რაღაცას აძლევ ხალხს, რომ ამაზე იფიქროს, მაგრამ თვითონ თუ ჩააჭირა და გონებამ გახსნა, შეიძლება იმაზე 10-ჯერ მეტად მაგარი ვიდეო იყოს, იმიტომ რომ იმის გონებაში გაიხსნა რაღაცეები რა და შენ შეიძლება საერთოდ არც ფიქრობ. ამიტომ გადაღების ხარისხი ძალიან დაბალია. ჩემთვის არ მომეწონა ეს გაცრეცილ კადრებს ვერ ვიტან. კაშე შენს დაგიდია. მაგრამ თვითონ კადრების შერჩევა ცუდი არ არის. აქ ვიდეოში თავიდან დავიწყე შედარებით უფრო ღია ფერები, ანუ ვითომ შავ-თეთრი იყო და მე ფერადდება. მე ფერადდება. სხვათა შორის მაგრამ შენ რო შავ-თეთრით დაგეწყო. აი ეგეთი რაღაცეები ხა ყველაფერი გამაზულია მაყურებლისთვის. ხო, იმიტომ რომ
გაცრეცილი იმიტომ რომ ფილმია რა. აბა შავთეთრით დაგეწ. ფილმი ისეთია რა, ვიღაცა უნდა ჩაწუდეს მე ფერკცალი. მაგრამ ხარისხმდანად დამიკარგა რომ თლიანობაში გამოჩნდებოდა. შენ რომ შავთეთრით დაგეწ, უკვე ახმადი იქნებოდა, რომ ნელ-ნელა შავთეთრით დაწყებული რაღაცები ფერადისკენ გადადის რა. და აი ჩიტის ბუდე რო გაფერადდებოდა უკვე. მოკლედ იდეა მე ძალიან მომეწონა, შესრულება ისე რა, მაგრამ აქ თავარი იყო იდეა რა, ჩემთვის რომ რას მიაწევთ. შესრულებაც ისეთი ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის ბევრი ისეთი ინსაიდ რაღაცა რო არის ეგეთი კადრები ნელ-ნელა ფერებს იძენს და რაღაც. ეგ ძალიან ძნელად ახმადი რაღაცაა. ნახე, მაგალითად მე რო ვიდეოს ვიღებ, შეიძლება რაღაცა ხუმრობა თქვა ისეთი, რომელსაც ავი ადამიანი მინიმუმ 3 წელი თუ არ მიყურებს, ისე ვერ მიხვდება, იმიტომ რომ რაღაცა ძველი დროიდან არის, ან რაღაცა ძალიან ჩემთან ასოცირდება. ვიდეოში სულ ეგეთი რაღაცეებით რო ავაწყო, ახალ ადამიანს ეგრევე დავკარგა ვინ ჩემოვა. ამიტომ ეგეთი რაღაცეები უნდა იყოს დაბალანსებული. ვინც შენ დიდი ხანია გიყურებს, პატივს გცემს, შენი ხელწერა იცის და რაღაცეები, იმისთვისაც უნდა იყოს რაღაცეები ჩადებული და რაღაცეები უნდა იყოს ყველასთვის გასაგებიც. აქ ცოტა ის ზედმეტი მოგივიდა ჩემი აზრით ამ ველოსიპედს სადღაც ველოდებოდი, რომ შეიძლება მაგის გარეშე უკან გდებულიყო და პროსტა ისე გაგეხედა, მაგრამ ეგ მეცოდნეებოდა რომ ველოსიპედი იქ არის, ანუ არ მიუტოვებია რა. კაკაბამ სხვათა შორის აქ შეხვდა და გითხრა რომ თუ ფილმი სრულდება ისე რომ მაყურებელს აძლევს საშუალებას რომ თავისი დასასრული გააკეთოს, ეგ იქნება ძალიან კარგი, ამიტომ ეგეც უნდა ჩამრჩა და არ მინდოდა რომ რაღაც უფრო კონკრეტული ყოფილიყო. კრისტოფერ კაკაბნოლა. მქონდა სხვა იდეაც მქონდა? სხვა იდეაც მქონდა, ოღონდ დასასრულის მქონდა კი. ჩიტის ბუდის ნაცვლად ფიქრობდი რომ გამეკეთებინა, რომ დაეგუგლა, რომ რაღაცა სად ვიყიდო ველოსიპედი, იმიტომ რომ მანამდე დაინახავდა ველოსიპედს, რაც იქნებოდა ასევე რაღაცა ის რომ ოპ შემჩნია. ეხა რა ქულებს ავწევთ ჩვენ არ ვიცით ერთმანეთის, არც ის არ ვიცით სხვა მონაწილეებს რა ქულები აქვს და კიდე ხალხის ხმაც რო დაემატება, როგორ გადაწყდება, სამივე ძალიან გვენანებით, წერან ვილაპარაკეთ მაგაზე და ძალიან ძიმე მომენტია. მე მირჩენია რომ ენკი ბენკითი გაუშვა, ენკი ბენკის ზაიკი ბენკიბა, ეკესკრისა და მით უმეტეს სამართლია რომ ფილმის დროს უნდა გაუშვათ ვიღაცამ. ფილმის გარჩევის დროს, იმიტომ რომ ჩვენი მაინც ბოლომდე არ არის ჩვენი პროფესია. მეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას რა. სიმართლე რო გითხრას, კადრებს რო შევადარო, ოდნავ უარესი კადრები კი იყო. ვიდრე სხვა ადამიანთან, მაგრამ საერთო ჯამში ესთეტიკა ქონდა ამ კადრებს რა. ანუ რაღაცა აი არ ვიცი როგორ ახსნა და ვერც ხსნი, მაგრამ იმის თქმა რაც გინდოდა ამ კადრებით მოიტანა რაღაცა სიმშვიდე, რაღაცა რეალისტურობა, ცხოვრებისეულობა, აი რაღაც ეგეთი ტიპის თემატიკა, არაფერი გადაჭარბებულია, არაფერი ძალიან ინტენსიური. ეგეთი მოცემულობით მივიღე ეს ფილმი და რაღაცნაირად ცოტათი კიდე საინსპირაციოც იყო რაღაც მომენტში რა და რო ვფიქრობდი რომ როგორ უნდა შემეფასებინა ეს ფილმი, ფიქრობდი იმას რომ ეს აი სამივე ფილმი რო დავაკოპირო, გავაზიარო და მეგობარს ჩავუგდო, ყველაზე მეტად რომლის გაზიარება მომცემდა мотиваციას და მე ფიქრობდი რომ შენის, იმიტომ რომ ესთეტიურადაც და შინა შეკრულობითაც ყველაზე მეტად მიმიზიდა და ცემებში არ ჩავდივარ. თამასაც თავი დავანებოთ. შენი როგორც ადამიანის, რომელიც თავიდან როცა კონკურსში მოხვედი პირველად და იქ რაღაცა 24-ში უნდა აგირჩიეთ, მანდაც ათუა იყო შენი არჩევა. და მერეც ძალიან მოულოდნელი იყო შენი განვითარება რაღაც დონეზე რა. და მე ჩემი მხრივ დამნაშავე ჩავთვლი თავს, როგორი ფილმის არ უნდა მოგიტანა ახლა, რომ ისეთ ქულა ავწია, რომ შენ ფინალში ვერ მოხვდე. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება იქნება. სამამდე დავითვალოთ თუ რა გავაკეთოთ. 1, 2, 3. მადლობა ძალიან. მოიცა მე მარინა ბერძე ვიქნები. მიდი გაიქეცი ხა. სულ ჩემი მაცა აკეთებს. მიდი გაიქეცი. იმისთვის რომ ნახავება მეგროვებინა ჩემს ვიდეოზე, უკადრებელი ვიკადრე და 31 დეკემბერს თონის რიგში მყოფ ადამიანებთან მივედი. რომ ვიდეო ინახავთ. 1 თონის რიგში გამიმარტივდა, იმიტომ რომ პატარები იყვნენ და კომუნიკაციაში შემოყვნენ, მაგრამ მეორე თონის რიგში ვერ მივედი, იმიტომ რომ სვასაკენი ხალხი იყო და წრებს უტრიალოდ, რომ მეთქი მივიდე, არ მივიდე და არ მივედი, მაგრამ მე მაღაზიაში შევედი და იქ გამოვაწერინა და ვანახე ვიდეოს. ახლა დაუძახებ ჩვენს მონაწილეებს და ხალხისგან დაწერილ ქულებს მოვისმენთ ერთად. მალე იქნება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ქულების რაოდენობა. ჩვენი ქულები დაითვალა. ველიკო 25 ქულა, ომარი 21 ქულა, ზუკა 22 ქულა. ეს არის ჩვენი ქულა. და ამ დროს ამ წამს მაცნობეს ჟიური, ანუ ხალხის მონაცემები. ხალხმა დაწერა შემდეგი ქულები. ველიკო 9 ქულა, ომარი 10 ქულა, ზუკა 7 ქულა. ეს ყველაფერი დაჯამებულია და მათემატიკური ფორმულით არის გაკეთებული ნახვებისა და ლაიქების მიხედვით. და ჯამში ქულების რაოდენობა. ველიკო 34, ომარი 31, ზუკა 29. ამ ეტაპზე პროექტი დატოვა ზუკამ. წინადაც დიდი სიჩუმე იყო,
მაგრამ ამ ეტაპზე იმ ადამიანს უშვებთ, ვინც ყველაფრისთვის მზად არის, რომ თავისი YouTube აწარმოოს და ბევრად ძლიერი იყოს რა. წინაზე როგორც უთხარით, ბოლო 4 ხელში ვეუბნები ხოლმე ხალხს, რომ შეგიძლია შენც ჩემი გადამოსახედიდან მახარა გამოიყენო ისე შენი YouTube-ისთვის, როგორც გინდა. ოღონდ ხურდები არ მაძებნინო რა. რამე კაი მოიფიქრე, მე შენთანა ვარ. წინა ვიდეოზე მივხვდით, რომ არაფერი ტრაგედია არ იყო, წინაზეც ერთ-ერთმა კარგმა მონაწილემ დაგტოვა. წარმატებები მინდა გისურვო, მაგრამ რასაო, ხალხმა ესე გადაწყვიტა რა. ვიცი რომ ძალიან ძნელია და ძალიან ტეხავს, ეხლა უცებ მიხვედი სამეულში მოხვდი და სამეულში დატოვება ალბათ ჩემთვის მე ვერ გადავიტანდი. მე რო ყოფილიყავი, მე ვერ ვიტან, აი შეიძლება მე-10 გავარდე, კაი, მაგრამ მესამე რო ვარდები, უკვე ნერვიული აშლობა მეწყება ხოლმე რა. ამიტომ ძიმე არაფერი არ არის, ბევრი გამოცდილება მიიღე და შეგიძლია ჩვენი რესურსი ცოდნის გამოიყენო ისევ რა. რაღაცეების შენ გვერდზე ვართ, ისევ მეგობრობთ, არაფერი არ რჩება ამ პროექტით. დანარჩენ ორს კიდე წარმატებას გისურვებთ რა. ომარა და ვერიკოი. ჩემ ჭიქაში ვილაპარაკე მე ხა, თქვენ ჭიქაში თქვენ ვილაპარაკეთ. მიდი გაკო. როგორც არ უნდა დამთავრდეს მართლა, კიდე ერთხელ გამემეორებ, რომ შენ გაქვს ყველანაირი ნიჭი და პოტენციალი, ტექნიკური მარაგიც, ასაკიც მათ შორის, რომ მიაღწია იმას, რაც გინდა რა. ჩვენი მხრივ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომლებიც არის ჩვენი გამოცდილების, ჩვენი რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობთ რა ობიექტურობას მივახლოვდეთ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც კონკრეტული ობიექტურობით არის, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური გამოცდილება, ინდივიდუალური ხედვა გვაქვს და არ მინდა რომ ეს რაღაცნაირად ჩათვალო შენ, რომ ეს ნიშნავს, რომ მე რაღაცა თუნდაც ამორეულს აბჯობივარ რა. ჩვენც ამ პროცესში ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, ფიქრობთ რა სისტემით მივუდგეთ, როგორ გადავწყვიტოთ, როგორ გადავჭრათ, ანუ ჩვენთვისაც პირველი გამოცდილებაა და მინდა რომ ეს ამბავი ძალად გამოიყენო და ყველას დაგვიმტკიცო და რა ვიცი, შემდეგ წელს შენ გააკეთო ვიდეო, სადაც ჩვენ ვიქნებით ანტაგონისტები და შენ იქნები გამარჯვებული. მართლა გულწრფელად გამიხარდება. ხალხიც აუცილებლად გიგულშემატკივრებს ამ პროცესში და ჩემთვის აქროდ გახართ, ყველა გამარჯვებულები ხართ და მადლობა მისმერ შემთხვევაში. ჩვენც დაგემშვიდობებით. ძალიან მიყვარს იუთუბერობა, როგორც არსებობს თვითონ პროფესიას დაუძახებთ, რასაც დაუძახებთ და მეც ცხოვრებაში რაღაცებს ვაკეთებდი ადრე და ყველაფერი მივატოვე და 100% იუთუბერობაზე გადმოვერთი და შენც ეგრე გააკეთე. ამიტომ მე მაგას ძალიან დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის და ჩემი ფავორიტი იყავი შეიძლება ითქვას. ბოლომდე არ მithქვამს არასდროს, მაგრამ ესე ვგზნობდი რომ აი რაღაცა ჩემიანად და იუთუბერობა რო ეგრე გიყვარს, შეუძლებელია რომ მაგ სიყვარულმა ძალიან დიდ წარმატებას არ მიგაღწევინოს. და შენი რაღაც დიდი პოტენციალი და რაღაცები ყველა შენს ვიდეოში იგრძნობოდა ყოველთვის. ამიტომ მაგას თუ მიყვევი და არ დანებდები და არ გაჩერდები, აუცილებლად იმ შედეგს მოგიტანს, რა შედეგზეც გიოცნებია ყველაზე საუკეთესო ვარიანტში ამ განვითარების გზაზე. მადლობა დიდი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი ვისწავლე, შეიძლება ყველაფერი ისე ვერ გამოვიყენე ვიდეოებში, მაგრამ რაც ვიყავი და რაც ახლა ვარ, ბევრად მეტი ვისწავლე და მადლობა ამისთვის. წარმატებები თქვენ ბავშვებო, რაღა ბავშვებო, მაგრამ მოყოფილი ვარ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს პროექტი საერთოდ არ იყო იდეაში, რომ დავიწყე იუთუბერობა და პირიქით ძალიან პუსტი იყო, ასე ვთქვათ. დიდად ხალხის გული ვერ მოვიგე, ასე თუ ისე თვითონ კრეატორის კომენტარებში იგრძნობა ეს ყველაფერი, მაგრამ მაგასაც ნელ-ნელა გამოვასწორებ, დრო სჭირდება ყველაფერს. მადლობა კიდევ ერთხელ, მიყვარხართ ყველანი და გამოიწერეთ ჩემი არხი. მონაწილე დავამშვიდობეთ კიდევ ერთ მონაწილეს და ორნი დარჩით. აქედან ერთ-ერთსაც დაგემშვიდობებით. გილოცავთ, მრავალდე წარით. ახალი წელი ბედნიერება მეჩქარება. ყველაზე საუკეთესო მენტორი თქვენი გადამოსახედიდან რომელი იყო, რომელმაც კარგად გიმწყემსათ? ჩემთვის გოტა. ჩემთვისაც გოტა და ელენიკო. კაკა ძალიან დიდი ბოდიში, ბავშვებმა რაღაცა ურიეს. ო არა, ელენიკოს მეც დავამატებ ნამდვილად, ანუ ორივე მართლა მაგრები იყვნენ. შეიძლება თქვენი მენტორი რაღაც მომენტში გაქრეს, მაგრამ ეს ხრება ჩდება. მაგრამ ეს არ იქნება უპასუხისმგებლობა, ეს იქნება მისი პროფესია. თქვენი მენტორია ლაშა გელაშვილი. კომენტარი ვერ გავიგეთ რა. ანუ პირველ რიგში მოგილოცავთ ფინალისტებს. ძალიან ლამაზად გაქვს დღეს ლაშა თმები მინდა გითხრა. აი დღეს განსაკუთრებულად დავივარცხნე מחარ აქ რომ გავიგე რომ მოვიდოდი. მე ჩინელთან მიწერილი მაქვს ვეძებ ყალიფს. სადაც უბრალოდ ესე მიხვალ რობოტთან. გამიმარტივდება. ფინალისტებს ულოცავ და ხო ზუკაზე ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ სხვათა შორის ვიტყვეს რაღაცას რომ კრეატორის პროექტში პირველი თანაკვეთა ზუსტად ზუკას ვიდეოდან ქონდა რა მე პირადად მომმართა რაღაც ვიდეოზე და ძალიან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა ამ ადამიანში და მე დარწმუნებული ვარ რომ ის აუცილებლად გააგრძელებს, არ გაჩერდება და წარმატებასაც მიაღწევს. ასევე მეგობრებო, ახალ წელს გილოცავთ სულ ტკბილად ბედნიერად ძალიან წარმატებული ლამაზი წელი. ერთი კანფეტი შენ, ერთი კანფეტი შენ. მე მგონია რომ იტყოდი რომ ჯიბეები ნახეთ და აი შეგიძლიათ ეს გაკათოთ და აი ეხა შეგიძლიათ ნახო ახალში მე რა გიგურა გავაკეთებინა ის რა ჯიბეები ნახეთ. ეს რა ცუდი ილუზიონისტი ხდება ბიჭო. რა გააკეთა? ხო გადაიგე რა გააკეთა? აი რა გააკეთა? ეს მოვიდა. და ეს
რაღაცნაირად ლაშა შენ თუსაც საპასუხისგებლოა, იმიტომ რომ ორი ადამიანი დარჩა და აქედან ერთ-ერთს უნდა მოაგებინო რა. მე უნდა მოვაგებინო? ყველა ორიან შეგრე უწევს. ხალხი გადაწყვეტს ამ ყველაფერს. ლაშა მე დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი რომ იდეალური mentori იქნება ორივეს თან გადაყვებად ყველაფერს გასწავლით. თან ლაშას არხი შეიძლება ითქვას არის ყველაზე დიდი ქართული YouTube არხი, რომელიც კოლაბორაციებს მოიცავს დიდი დოზით. მაფიის მერე ალბათ. მაფია მაინც სეზონურია. შენ 2 წელია თითქმის თვეში 4 ვიდეოს დებ სტაბილურად ერთი კვირაც აჩაუგდე აწუყვე სამს. ეს მიზანდასახულობა შევუქოთ აქვე და ამ კოლაბორაციებისში გამობძნედილი ადამიანი ეს დაიმახსოვროთ ეხლა და ჩართია. კოლაბორაცია გექნებათ, ანუ თქვენ შემდეგი დავალება არის, უნდა გამოიყენოთ ადამიანი, ხო, კოლაბორაციაში. ანუ ეს ადამიანი შევარჩიეთ, სპეციალურად არის ყველაზე აქტიური, ისეთი სხარტი, რაღაცა კალია. მართლა კალია შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ხანაქარი მივერდა მოდ. თან ძალიან ცნობილი ადამიანია, ათლეტი, ცნობილი ათლეტი. ცნობილი და თანახმად თქვენთან კოლაბორაციაზე. და დაახლოებით მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ხელმარჯვეულ სტატი. მილიონზე მეტი ერთ პლატფორმაზე. ერთ პლატფორმაზე, კი. დანარჩენს 3 მილიონამდე მინიმუმ ეყოლება. ეს არის Alibaba და 40 ყაჩაღი. ვინ არის შეგიძლიათ იდეები რომ გააჩნო? მე ვერ. ჰალკი? ვინა ხარ შენ ბიჭო დაგვენახე? ამის ხელა კარავიც არა მაგინ. ორი კარავი. მოგესალმებით კრეატორის მონაწილეებს და გილოცავთ ფინალში გასვლას. ფინალში გეყოლებით მე და იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო კონტენტს მომიფიქრებთ. თუ ჭამა იქნება ძალიან გამიხარდება. თუ არა და არ არის პრობლემა, ყველაფერთვის მზადვა. ლევანმა გაათავარო. მოხერხებულად უნდა გამოიყენოთ რა. კოლაბორაციების კონტენტი მაინც ცოტა სპეციფიკური კონტენტია და ეხა არის პირველი გამოცდა, რომ თქვენ მხოლოდ თქვენ თავებზე არ ხართ დამოკიდებული. ჯერ ერთი პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ სტუმრის დადებითი მხარეები, სწორად უნდა წარმოაჩინოთ და ასევე უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა ეურთიერთოთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მაინც თქვენთვის უცხოა, არ ხართ გაშინაურებული და ამ შემდეგ და სწორედ ამის გადაჭრაში ძალიან დიდი გამოცდილების მქონეა ლაშა და ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ მას დახმარებით. თუ სტუმარი გაგიჯიუტდათ, რამეს არ აკეთებს. არ ვიცი რაში დაგეხმარებათ ლაშა თუ გაბრაზდა ჰალკი, მაგრამ ლაშა საკეთეთ ფუნქცია, რომ 6 ჯერ მაქვს ვიდეოში მისვლაზე უარი ნათქვამი და მეორე დღეს მივედი. ყველას ეგეთი გამოცდილება გვაქვს? შენთან. არა, ვირა ლაშა, აი მე. გეტყვისო? კაი. დაგირეკავს და ბიჭო, ნახე, მე გადმოვიტანე ყველაფერი შენზე მო. ბიჭო, ვერა ლაშა, და მე იქ ახარ რა. მან ნამდვილი პროფესია. თან მე ნერვები გეშლება, რა თუ მიყავ. ხوار გეცალა. საინტერესო ვიდეოში იღებ მონაწილეობას, თავარი ეგ არის. სიამოვნებას იღებ. შეიძლება მაგის გამო გონება ავტომატურად თანხდება მე რა, რომ თვითონ კარგი ადამიანები ქმნიან კარგ გარემოს რა, YouTube-ზე თავარი არის ეგ. მე შენთან კოლაბორაცია კი არა, შენთან კომუნიკაცია ძალიან მიხარია ხო, იმიტომ რომ კარგი ადამიანი რაც ერთად ვიქნებით, თიმი რაც კარგი იქნება. აი კაკოც დაგვემატა უკვე კარგ ადამიანებს, ნელ-ნელა კარგად. ფოტოშოპის კი ნახე, ის ლაშა შენ რო ლაშას თან თამაშობდი და ძალიან კარგი ვაიბები რო იყო, ენერგეტიკა, ძალიან მომეწონა შენი. ხო, მაგრამ მოიგე და მე მოვიგე სხვათა შორის. რა მოიგე? 150 ლარი მოიგე ჩვენც. არა, მე შენ გადაცემაში რო მოვიგეთ 4500 ლარი. 4500 ლარი მოიგე? 4500. დაგეგმე მესამე ჩატარება. ხო, აი მართლა ლაშას ერთვისება მართლა უნიკალურია. აი მაგალითად ახლა აქ რომ მოვდივართ, გადაღება რო არის დავუშვათ 3-ზე, აქში დაწერს ერთი კვირის წინ და მე უკვე 3-ს რო გადასდება, მე მირეკავს ხო მოდიხარო და. ლაშა ისე ისო აი წინა დღეს შეგახსენებს, დილით დაგირეკავს რამე ყავას დაგახვედრებს. იდეალური ლაშა კარგი სასტუმროს მენეჯერი იქნებოდა. მასპინძელი არა. მოკლედ ლაშა მაგარია. წარმატებებს გისურვებთ, უკვე ერთ-ერთი გავარდებით, შემდეგში მე ცუდი მხრიდან შევაფასებ, მაგრამ ამისთვის ძაც უნდა იყოთ რა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ორი შეგეძლო מחარგეთ ხო ერთ-ერთი გავარდები კი არა, ერთ-ერთი გაიმარჯვებთ. არა, ნუ ეგ ხა გამარჯვებული ისედაც ბედნიერი იქნება და ყველაზე ცუდად იქნება ერთ-ერთი გავარდნი, არ ვიცი. ორივე იმსახურებს გამარჯვებას, თუმცა ერთი გაიმარჯვებთ რა. ლაშაც უნდა დაგარეკებთ მაგაში, მაგრამ ერთი რამე არის კოლაბორაციებში, რა პრობლემაც არის ხოლმე ქართული YouTube-ზე, რომ ძალიან ეგოისტურად უდგებიან ადამიანები კოლაბორაციებს და რადგან ის ადამიანია შეუძლიათ რომ გამოიყენონ მაქსიმალურად. ამიტომ თქვენს კონტენტის მოფიქრების დროს იმას რა გაუსწორდება, იმაზე ბევრი იფიქრეთ რა. შეიძლება წაათრიოთ ტყეში, მაგრამ შეიძლება არ უსწორდებოდეს დიდად და შეიძლება არ წამოყვეთ ბოლომდე და ამიტომ მოიფიქრეთ მისი კომფორტ ზონას. კომუნიკაციის ამბავი უბრალოდ ესაუბრეთ ადამიანს და გაიგებთ მაგ ყველაფერს. და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მას როგორც სტუმარს რაღაც ღირებული გამოცდილება ანამე მნიშვნელოვანი უნდა დარჩეს თქვენთან სტუმრობით და არ უნდა იყოს მისთვის უბრალოდ ერთი დღე რომელიც სადღაც წავიდა და არაფერი არ დარჩა. ძალით გააკეთა. ხალხს თუ შევამჩნევთ რომ ძალით არ იყო რომელიმე ვიდეოში, ეს არის ნამდვილი გამარჯვება რა. ეს დაიჭერეთ აბა და დაგიბავთ. დაგემშვიდობებით, წარმატებები მეგობრებო, კარგად იყავით. ეს იყო
კრეატორი, შემდეგ იქნება მენტორისთვის, სადაც ბიჭები და მოდი, გოგოები შეცვალო, მოდი. დაგეგმავენ. ამინდა. სხერპლი უნდა შევქმნა მდგომარეობიდან, სხვა გზა არ არის. აუ, კაკოც ჩვენთან არის. გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ უფრო მეტი კარგი ამბავი გელით. კარგია. ვინემც იყო ესა. რატურც იყო მისი? ეხა კომენტარებში იქნება ზუკა რატო გაუშვიდოთ, მაგრამ ჩვენ არა. ეს თქვენ გაუშვით ზუკა. პასუხზეობა მოხსნილი გვაქვს, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული. რადგან ფინალი მოვიდა, თქვენს საყვარელ კრეატორს დარჩენილი 2-დან კრეატორ. creators ხელი რო გადაწიო მართლა მაქსიმალურად უგულშემატკივრეთ და თქვენი გულშემატკივრობა კარგი თემაა თუ გამოიხატება გამის 12-ზე სამჯერ უყურეთო სისხლი ამოგივიდეთ თვალიდან რომ ეგ არის ერთი საინტერესო ტექნიკური რჩევა უცებ როცა ერთი მოწყობილობიდან უყურებ YouTube ვიდეოს 24 საათში ერთი ნახევარი მატება მხოლოდ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ფინალში გადასვლას. ზედმეტად საპასუხისგებლო საქმე მხვდა წილად ესე გამოვიდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩემს მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და იმედი მაქვს რომ დაგეხმარებათ, გაგიზიაროთ ამ ასე ვთქვათ საფინალო ეპიზოდში, რომლის თემატიკა გახლავთ კოლაბორაცია და ყავს უსაყვარლესი უმაგრესი ადამიანი უნიჭიერესი ნომერ პირველი კლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, საამაყო ქართველი ადამიანი. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ პროდუქტიულად გამოვიყენოთ ეს ადამიანი. მე ლევანთან სხვათა შორის არაერთი თანაკვეთა მქონია ჩემს არხზეც. რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ, როცა კოლაბზე გვაქვს საუბარი, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ ამ ადამიანის პოტენციალი, რაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ. თქვენ დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობთ ლევანს. გარდა იმისა, რომ ლევანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი, აგრეთვე აქვს ჩემი პირადი შეხედულები და არა მარტო ჩემი პირადით, უმაღლესი დონის იუმორი. არის ძალიან გახსნილი ადამიანი, უყვარს ჭამა, თუმცა აი ეხლა რასაც ვლაპარაკობთ, ხო თითქოს აი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი რაზე იგრძნობს თავს კომფორტულად რა, რაც ნამდვილად სასახად შეგვიძლია რომ ავიღოთ როგორც ერთი მიმართულება და შევუქმნათ მას ესეთი საინტერესო გარემო, რომ თვითონ იგრძნობს თავის კომფორტული, მაგრამ მე მაქვს ასე ვთქვათ, ასეთი იდეაც, რომელიც აგრეთვე ამართლებს, რომ პირიქით საპირისპიროდ შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი მაქსიმალურ სტრესში მოვაქციოთ და გამოვცადოთ ისეთ რაღაცეებში, რაშიც მაგალითად მაყურებელი პირველად ხედავს და აქამდე არ უნახია. ესეც საინტერესო იქნება, რაც ჩვენ მიზანიც უნდა იყოს ახლა მარტო ის კი არა, რომ ჩვენ კარგი ვიდეო გადავიღოთ, რადგან ახლა უკვე ხალხის ხმაც დაემატა, უნდა ვიფიქროთ ასევე ისეთ კონტენტზე, რომელიც უფრო ვაირალ გახდება, ბევრი ადამიანი ნახავს რა. ამიტომ ამაზეც გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ და იფიქროთ, აი რაში შეიძლება რომ მაგალითად ლევანი გამოვიყენოთ, რომ საინტერესო იყოს, აი რაში ვიხილავდით მაგალითად ლევანს. იქ კი გაჟღერდა რამოდენიმეჯერ, მაგრამ ძალიან საინტერესო ხა იქნება ლევანი, რომ ველოსიპედზე რომ ზის და რომ ატარებს რა. მე ისიც არ ვიცი ლევანმა იცის თუ არა ველოსიპედის ტარება რა, მაგრამ უცბად ხმამაღლა ფიქრის დროს ძალიან მგონი საინტერესო იდეა გაჟღერდა, რომ ვასწავლით ლევან საგინაშვილს ველოსიპედის ტარებას. ძალიან ის არის, ხო უკვე გვეცინება საინტერესოა, მაგრამ უნდა შეიფუთოს ასევე რა. თქვენ თუ გაქვთ რაღაც ვარიანტები, რაღაც ახლა რომ გაჟღერდა რამე პირველი რაც თავში მოგივიდათ მაგალითად. გაქვთ რამე იდეები? შენთან უფრო მეტად ასოცირდება ალბათ ლევანი, ხო? ასოცირდება კი და ანუ იდეები მაქვს, მაგრამ ყველას ვერ შევძლებ. ალბათ უფრო მეტი მოფიქრე. რატომ ვერ შეძლებ? მიზეზი რა არის? ერთი მომენტი იყო, ერთ-ერთ კემპინგის დროს უკან უბრუნდებოდი, ღამე იყო რაღაცა და აღმართი უნდა მომევლო და ბევრი ის მქონდა რა, ბარგი. მაშინ ვინატრე ლევანი მყავდა და ამოვატანინებდი ყველაფერს მეთქი და არ ვიცი, ვფიქრობ რა, რაღაცა ფანი ვიდეო უფრო გამომივა, ასე მგონია რა. უფრო კემპინგის მიმართულებით ფიქრობ თუ რამე სხვას განეხილავ? არ ვიცი, აი არ ჯერჯერობით არ ვიცი რა. ჯერჯერობით არ ვიცი. მე მაგალითად რას ვაქცე ხოლმე ყურადღებას რა. პირველ რიგში, ან ორი ვარიანტი მაქვს რა, როცა მაგალითად ვფიქრობ სტუმრის მოწვევაზე. პირველ რიგში მაქვს თუ რაღაცა ძალიან ისეთი იდეა მაქვს, რომელიც მინდა რომ გადავიღო, რაღაც კონკრეტული შოუ არის, კონტენტი არის, თუ გადაცემა მნიშვნელობა არ აქვს, თუ მინდა რაღაცა კონკრეტულის გადაღება, მე ვფიქრობ მის შესაფერის სტუმარზე, აი ამ კონტენტს ყველაზე მეტად რომელი მოუხდებოდა იმ მაყურებლის პერსპექტივიდანაც და აგრეთვე სტუმრის პერსპექტივიდანაც, რომ იმან იგრძნოს თავის საინტერესოდ კომის კი არა, მოდი თუ შეიძლება რომ მოხვიდე და შეიძლება ვიღაცამ კი გითხრას, იმიტომ რომ ზოგადად ქართული YouTube-ში ეს ძალიან
ძალიან რაღაცნაირად მეგობრული გარემოა სუფევს და ეგ მე ძალიან მახარებს რა, მაგრამ მარტო მაგიტო არ უნდა მოვიწიოთ, რომ აი ეს ჯიგარია და უარს არ მეტყვის რა. თვითონ მე ხშირად მქონია მომენტი, რომ აი ადამიანს სტუმრად რომ მოდის, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ფორმატში უნდა მოდიოს, მოიგებს, წააგებს, აი ისე მიდის ხოლმე, რომ მეუბნება, რომ აი ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე და ძალიან ვისიამოვნე, საინტერესო იყო, ახალი იყო და აი ამ ემოციებით რომ მიდის ადამიანი შენგან, ეს კიდევ უფრო საინტერესოა რა. მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ აგრეთვე კოლაბორაციების მნიშვნელობაზე. არ ვიცი რამდენად სწორი ვიქნები, მაგრამ ესეთ რაღაცას ვიტყვი რა, ანუ კოლაბები ეხა თითქოს უფრო გამარტივდა, იმიტომ რომ მაგრამ ასევე უფრო გართულდა იმ მხრივ, რომ იმდენად ისეთი შედეგი აღარ მოაქვს, როგორც მაგალითად ადრე იყო აი პირველი კოლაბების დროს, რა ვიცი, აი YouTube ფეთქდებოდა ხოლმე, რომ ის იმასთან მივიდა და ასე შემდგომ. ეხლა ეს იმდენად გახშირდა, რომ მარტო კოლაბზე დამოკიდებულიც ვეღარ იქნები, რომ აი ჩემთან სტუმრად მოვა და ვიდეო უეჭველი წარმატებული იქნება. ასე აღარ არის რა. ამიტომ ჩვენ მაინც გვიწევს, მაინც კი არა პირი, შეიძლება უფრო მეტადაც გვიწევდეს მუშაობა და ფიქრი ამ ვიდეოზე, რომ გულდასაწყვეტი იქნება ადამიანი მოვიდეს ჩვენთან მაგალითად ისეთი როგორც ლევან საგინაშვილი და ვიდეო ისეთი შენახვებს გულისხმობ, ისეთი შედეგი არ მოიტანოს. უფრო მეტად დაგვწდება გული. ამიტომ მეტი რესურსი უნდა ჩავდოთ ამ ყველაფერზე. თუმცა აუცილებლად იქნება ბენეფიტი და მე მგონია რომ ეს შედეგებზეც გამოჩნდება თქვენს არხებზე, ნახვებს გულისხმობ ლევანის სტუმრობის შემთხვევაში რა. და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი რომ ასევე ვიდეო იყოს საინტერესო რა. თქვენგან რაღაც ვარიანტები, იდეების მინდა რომ მოვისმინო. აი რაღაცა მიახლოვებით რა, თუნდაც ხმამაღლა იფიქრეთ რომ მიიქნებ რაღაც მიმართულება მეც მოგცეთ მე. მე მაქვს ბოდიში რაღაც ვარიანტი, მაგრამ არ მინდა რომ პირდაპირ გითხრა, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან კონკრეტული ხაზი მოგცე და იმას გაყვერა და თქვენ ჩამოყარეთ რაღაც ვარიანტები და იქნებ მე მეც რაღაცა შემოგაშველოთ. მე მქონდა ერთ-ერთი იდეა, აქამდე რაც ვერ გადავიღე, გოტას მენტორობის ქვეშ მინდოდა რაღაცა სხვა პროდუქტების დაგემოვნება რა. სიტყვაზე 50 თევზის პროდუქტი. და ეხლა რახან ხაზი გაუსვა ჭამას ჩვენმა ხალხმა. შეიძლება ანუ უბრალოდ ესეთი უკვე გადაღებულია და ჩემი აზრით აღარ იქნება მასთან საინტერესო, იმიტომ რომ ცხარეში იყო ეგ მახსოვს, ცხარებთებს ჭამდა, კითხვა-პასუხი და მე ცხარებთავს ჭამდა. ხო, მეც მგონია რომ მაგას ვიფიქრეთ, მაგრამ აღარ იქნება, ვაირალ აღარ იქნება. აი საფინალო ეპიზოდს არ გავაფუჭებდი რა მეც, იმიტომ რომ უკვე გადაღებულია, გაკეთებულია, მით უმეტეს ლევანის ნამყოფია და თევზაობა გიყვარს? კი, მე არ ვიცი ხა ლევანს თევზაობა უყვარს თუ არა, მაგრამ ეხლა მე გეტყვი ერთ-ერთ შავ ვერსიას, უბრალოდ შავ ვერსიას, რომელიც მე შენი გამოცდილების და შესაძლებლობების გარშემო უფრო კარგად მოვარგებ რა. აი რაღაცა უნდა თავლაპარაკოთ იმაზეც, რომ ვაირალ უნდა იყოს, ხო? და ზოგადად აი ხა ვაირალ როგორ უნდა გავხადოთ ვიდეო. პირობითად ლევან საგინაშვილი წავიყვანეთ სათევზაოდ რა. და ეგ არის ჩვეულებრივი ვიდეო და საინტერესო არის ის, რომ აი ლევან საგინაშვილი რომ ასე ვთქვათ თევზაობს, მაგრამ ამ ვიდეოს თუ მივცემთ ისეთ მიმართულებას, აი სიტყვაზე ვამბობ რა, ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს ხელით სიტყვაზე. და უცბად შენ ხარ და ლევან საგინაშვილი. აი ხა თამბნეილსაც გეტყვი დაახლოებით, რომ ლევან საგინაშვილია გაყოფილი, ერთგან შენ ხარ, სადაც მოწყენილი ხარ და შეიძლება მარტო ანკესი გიჭირავს და ჭიაყელა არის რაღაცა ჩამოკიდებული და აქეთ ლევან საგინაშვილი, რომელსაც ესი აქვს და ბევრი თევზი აქვს დაჭერილი. ანუ მე აუცილებლად მივაჭერ ამას. იმიტომ რომ ნახე თვითონ თამბნეილიც რო არ მანახო და სათაური რო წამაკითხო, რომ აი ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს ხელით, ეგ უკვე საინტერესო ჩელენჯია, პროსტა კი არ თევზაობთ. ანუ ხელით რაღაც მთელი ვიდეო იმაზე კი არ არის აუცილებელი რომ ის რა ქვია შენ ხელით დაიჭირო და მთელი ვიდეო მაგაზე აწო შეიძლება ერთ თევზით ვერ დაიჭირო მაგრამ შენ ეს რაღაცა კონკრეტული რასაც შენ სათაურში მანახებ აუცილებლად უნდა ქონდეს ინტეგრირებული და აი მაგალითად როგორ შეიძლება დაიწყო თავიდან რაღაცით დაიჭირო მე უფრო გართო და ბოლოს იყოს ხელი მიხვდი შეიძლება ვერც ერთმა ვერ დაიჭიროთ ხელით მაგრამ ის მომენტი და ის დეტალი აუცილებლად უნდა მანახო თუ დაიჭერ ეს უკვე ჩათვალე რომ ბინგო და კოზირი გექნება რა. ერთი რაღაცა ეგეთი ვიფიქრე, მაგრამ კემპზე ბევრი რამე შეიძლება. ბევრი რამე შეიძლება, უბრალოდ ანუ და შენ ხა ისეთი კონტენტი გაქვს, რომელიც ზუსტად მისცემს საშუალებას ლევანს, რომ თან მე ეს დააგემონოთ, რაც შენს ხელით დაჭერილს, ეს ანკესით იქნება თუ რაღაცა, ვიცი ორმაგად გემრიელია იქ შემწყვეტს და იმ გამოცდილებასაც მისცემ. შეიძლება აქვს ლევანის ეს გამოცდილება და ესეც საინტერესო იქნება, თუ არა აქვს, საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც რა.
შენთან შემთხვევაში აი მართლა გულახდილად მე მაინც შევეკითხებოდი ლევანს მაგალითად იცის თუ არა ველოსიპედზე ტარებას და რამე ეგეც მოვიფიქრებდი რა ასევე აი იყო ადრე ეგეთი კონტენტი ყურებადი ეხაც საკმაოდ ისეთი არის რა მაგალითად შენ მიდიხარ სიტყვაზე მატარებლით და მე მივდივარ რაღაცით მაგალითად არ ვიცი მანქანით ან შენ თვითფრინავით მიდიხარ და მე მივდივარ მანქანით და ვინ მივა A წერტილი და B წერტილამდე სიტყვაზე აი უფრო ცოცხალი ვიდეო მგონია რომ შენ შემთხვევაში საინტერესო იქნება ლევანთან ერთად და შენ შემთხვევაში აი ეს გამოცდილება ძალიან კარგი იქნებოდა რა რაღაცა ეს იდეები უცბად რაც მომდის ეგ არის რა თქვენც ახლა რომ დახვეწავთ ამ ყველაფერს მე რაღაცებს რო გამიზიარებთ მეც ვეცდები რომ მეც რაღაცნაირად რჩევები მოგცეთ რა ახლა ხო არ დაგებადათ კიდევ რამე არ ვიცი მაგრამ დიდი ალბათობით ველოსიპედთან დავაკავშირებ მიუხედავად იმისა რომ ცივა და გამოწვევა ცალკე რაღაცა შეიძლება უფრო მეტად ველოსიპედთან გავაკეთო მაგრამ ახლა კონკრეტული ძართული არ ეხა თქვა იტარა რამე კითხვები ხო არ გაქვთ ზოგადად ტექნიკური მხრივ აი მე თამბნეილებზე უფრო მეტად ვიმუშავებდი თქვენ შემთხვევაში რა მე რასაც ვაკვირდები ძალიან დიდი პროგრესია ეს იგზნობა ვიდეოებს შორის და ასევე იგზნობა თამბნეილებსაც შორის მაგრამ კიდევ უფრო მეტად იუთუბერულს გავხდიდი თქვენს თამბნეილებს ვიდეოს რომ მე რაღაცას წარმოვიდგენ მე უკვე ვიცი თამბნეილი რა უნდა იყოს უკვე წარმოდგენილი მაქვს იმის მიხედვით ვიღებ ფოტოებსაც იმის მიხედვით ვაკეთებ ვერსიებსაც ხშირად მქონია ხოლმე რომ თამბნეილი უბრალოდ თამბნეილი მომიფიქრებია და მაგის მიხედვით დამიგეგმია ვიდეო რა იმიტომ რომ სანამ მე შენამდე მოვალ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თამბნეილი და სათაური ანუ შენ რაც არ უნდა ოქრო გქონდეს აი ჩათვალე ვიდეო არის ოქრო რა მაგრამ მე თუ არ მივაჭირე შენს ვიდეოს და თუ საინტერესო არ იყო რა ოქრო შესახებ მე ვერ გავიგებ რა ამიტომ პირველ რიგში მე გირჩევთ აგრეთვე რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ასევე ვიდეოს თამბნეილს და სათაურს იმიტომ რომ საფინალო ეპიზოდია ხალხის არჩევანი ძალიან ბევრ ამას წყვეტს და მაგაზეც ვიმუშაოთ რა სათაურზეც უნდა იყოს რაღაცა დამაინტრიგებელი ეს ახლა შეიძლება ლევანთანის შემთხვევაში უფრო ნაკლებად იმუშაოს იმიტომ რომ ლევანს რომ ხედავ მე რა ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და შეიძლება მარტო მაგანაც გადამაწყვეტინოს რა მაგრამ ზოგადად მაგასაც მიაქციოთ ხოლმე ყურადღება რა ეს რაღაცები რაც შემიძლია რომ გირჩიოთ მაიტა გამატანეთ ერთი დღე ლევანი. ხო და ანუ შეგიძლია რაღაც და არ არის აუცილებელი რომ აი მართლა 24 საათი სადღაცას იყო რა. ან შენ შეგიძლია ეგრე შეფუთო რა. რეალურად რაღაც შეგიძლია ეგრე შეფუთო, მაგრამ მაინც და მაინც 24 საათი არ იყოს ეგრე. დაგეგმო ისე რომ მაგალითად რაღაცა დღის განმავლობაში ესეთ რაღაც გავაკეთოთ ხა. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ლევანთანაც და მგონია რომ რაღაცნაირად გამოყოფს მაგისტვის დროს და ჩვენ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რა. მისი შესაძლებლობები. ერთი კვირა საკმაოდ ცოტა არის დრო, მაგრამ ესე არის რა. ანუ მე პირიქით ამ სტრესში უფრო მეტად გამოიწვნებით და მეტ გამოსვლებას მიიღებთ რა. აი შენ შემთხვევაში გავაკეთებდი ეგეთ რაღაცას. ეხა 15 წუთიანი რადგან არის, ლევანის შემთხვევაში ისეაც მოგიწევს ალბათ ბევრი ქათის და დინამიკის გაკეთება, მაგრამ შენს ვიდეოებში უფრო მეტად მაკლია დინამიკა. აი უფრო მეტად დინამიური რო გახდეს თვითონ ვიდეოები რა. ანუ მოგერიდება ჭრების. აი ნუ მოგერიდება. აი ხო იმას ეგეონები სულ ხეში ქათი იყოს და შემაწუხებელი იყოს, მაგრამ აი ხშირად მაქვს ხოლმე მაგათაც ჩემს ვიდეოს რო უყურებ ერთ წამიან მონაკვეთს ხშირად მომნიშნავ ხოლმე და მე იმას ვიღებ რა. აი თითქოს არაფერი ხო რაღაც ერთი წამი რა უნდა იყოს, მაგრამ ის ერთი წამი, რომელიც შეიძლება ვიდეოს განმავლობაში იყოს, არ ვიცი რაღაცა 40 წამს მოაკლებს და შეიძლება 30 წუთის ნაცვლად 29 დაეწეროს რა. და ის 29 უკვე 30-ში არ გადის და მაყურებლისთვის უფრო ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეო აღიქმება რა. და უფრო მეტია შანსი რომ მიაჭიროს რა. 15 წუთი არ არის ბევრი, ვითომეტეს კოლაბისთვის ისედაც დინამიური გამოგივათ, მაგრამ მიფიქრეთ ხოლმე ვიდეოს წინასწარ როგორ უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა იყოს, აი ვიდეოს დასაწყისი უნდა იყოს რაღაცა შუაში, განვითარება, ბოლოს კულმინაცია, კვანძის გახსნა, რაღაცა ეგეთი.
და აი მაგაზე თუ იფიქრებთ რა იდეას უფრო უკეთ ააწყოთ რა რაც არ უნდა იდეა გქონდეთ უფრო საინტერესო გახადეთ, უფრო ჩელენჯური გახადეთ, მაყურებელიც რო ინტრიგაში იყოს და მარტო ის კი არა რომ ლევანი წმარაძის და თევზაობს. რაღაცა დააჩელენჯეთ რა, რომელიც სულ ვიდეოს განმავლობაში მე დამძაბავს და დამაინტრიგებს, აბა ამას როგორ გააკეთებს, ამა არ გადამახვევინებს რა. თორემ თუ მანახებ როგორც ლევანი თევზაობს, ან ლევანი მაგალითად ბაიკზე დგას და ველოსიპედზე დადის. მე ვნახავ ამ კადრს და რამე 15 წუთი ხო არ უყურებ, შეიძლება ავდგე და გავთიშო, ან გადავახვიო ბოლოში და მორჩა რა. და სულ დინამიკა ეცადეთ რომ ატრიალოთ რა. წარმატებები ამ ერთი კვირის განმავლობაში ხაზზე ვარ, შეგიძლიათ რომ მაქსიმალურად მომმართოთ. ახლა მე მგონი დროა რომ ნახოთ კადრებით როგორ იღებდნენ ჩვენი მონაწილეების საფინალო ეპიზოდს. კემპინგზე წამოვედი და ერთი კაი დიდი ზომის დათვი ვნახე, კაროჩე და დაჭერილი მყავს რა და მეგობრული დათვია, კაი დათვია, არ მეშინია რა. ეხლა ვაჭამე და მიძინებული მყავს კარავში რა. ლევან. აბა, ჩვენთან არიან მოსულები. ლევან, ძალიან გაწოლებს ომარი. არა, კარგია. აი ესეთი კორპუსი ჩავდგით აქ. ლაშქრობაში ერთხელ ოღონდ აი ძალიან ბავშვი ვიყავი, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ეხლა კაია? სწორედ. კაია სიმართლე თქვა თუ სიმართლე. რა ვიცი მე ცოტა კომფორტის მოყვარული ვარ და დიდად მაგრამ მიხარია რომ ეხმარები ფინალში ასე ვთქვათ. აი ახლა კამერები რო გამოვხდოთ ომარს რას უზავდი? არაფერს ალბათ ჩავეხუტებოდი გავთმებოდი, იმიტომ რომ ძალიან ცივა. გავიყიდეთ. ჩემი ძალაშქროთ არ წამოვალ, ალბათ არასოდეს. ვიდეოს კონცეფციის მოფიქრებაში მენტორი ძალიან დამეხმარა. რამდენიმე იდეა ჰქონდა, ყველა იდეა მაინც კემპინგის ირგვლივ ტრიალებდა და ბოლოს შევჯერდით ამ ერთ იდეაზე, სადაც თითოეული ჩელენჯი ერთად გავთვალეთ, სათაურიც, თაბნეილიც, ნუ აქტიურად არის ჩართული ამ ვიდეოს გადაღებაში. ბიჭო რავი ამ ადგილს ვეძებდი 1-3 დღე ხო და თავიდან კაი ამინდები იყო და მე რო გაწვიმდა კაროჩე ამოვედი მეთქი აქ თუ სველდება რამე თქო და მეც დავსველდი ერთ ადგილიც დასველდა და მაინც ეს ადგილი გადავწყვიტე რა კაი პატარა 64 უბრალოდ ფოთოლი არაა ხეზე ჩვენ დღევანდელი გადაღება მიმდინარეობს ძალიან დატვირთულად. იმიტომ რომ ეხლა უკვე მესამე ლოკაციასაც ვიღებ და თან ძალიან განსხვავებული ლოკაციები გვაქვს. დავასპოილეროთ ხალხი თუ არა. ვერკინებით ერთმანეთს 3 კატეგორიაში, სხვადასხვა კატეგორია ესე რომ ვთქვათ, რადიკალურად განსხვავებული. არის ექსტრემალურიც, არის ჭამაც და ეხლა ჩემს უკან მიმდინარეობს კიდე მესამე გადაღება, არ ვიცი, სპოილერი გონი გამოდის უკვე რაშიც უნდა შევერკინოთ. მოკლედ თელი დღე ჩელენჯებში ვარ. ხან ვიგებ, ხან ვაგებ, მაგრამ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოდის. მე ძალიან ვისიამოვნე, კარგათაც ვჭამე. 15 წელი ხინკალი. ასე რომ ყმაყოფილი ვარ და ეხლა გვაქვს ჩელენჯი უკვე ასე ვთქვათ იმედია არ ეწყინებათ სათამაშო მანქანებით, რა. ეგრე რომ დავხსა. მაგრამ იმათ ეწყინებათ. ლევანი არის კომფორტული. იუმორი აქვს, საოცარი. ყველაფერზე მოყვება. თავიდან შემეშინდა, იმიტომ რომ მოკლე პასუხებს წერდა. 5 შაბათს გადავიღოთ. მეთქი, კაი, მე მიწერე ძალიან დიდი ტექსტი. არ მომწერა ერთ დღეს, მეორე დღეს კიდე მიწერე, არ მომწერა, მე კიდე მიწერე. და მე მომწერა.
ან მე მიწერა მეთქი ხო ისე ძალაშია თქო და კი ძალაშია ვარჩა. მაგრამ სამაგიეროდ ბროლად მოვიდა, კარგად მომყვება, არის ძალიან კომფორტული ადამიანი. ძალიან სასიამოვნო გადაღება იყო, დიდი ხანია რომ აი ესე ამის სიამოვნეა. ჯერ ვისროლეთ, მე რო ჭამეთ. შენც ერთობი. ეხლა სათამაშო მაგალებით ვერთობ. ჩვენიერია რა ვიცი. მე კარგად გავატარე დრო. ეხლა მნიშვნელოვანია რომ გადმოხვიდეთ ჩემს არხზე, ვერიკო ბაზალი და ნახავთ ჩემი ბოლო ვიდეო, რაც ეხლა დაიდება. თქვენი ნახვა, თქვენი მოწონება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თქვენ ხართ მეოთხე ჟიური. თან მე ძალიან მინდა რომ გავიმარჯვო, იმიტომ რომ მაქვს წინ დიდი მიზანი რომ ჩავატარო ჯუმბე ლეჟავას თასი. ამიტომ თქვენი იმედი მაქვს რომ ხარს დავიჭერთ.